საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტს ეგრეთ წოდებული VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. სიახლის ამოქმედების შემდეგ ამ სერვისით სარგებლობის გამო მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ერთჯერადად დატოვება აღარ მოუწევთ. პაციენტს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში პროგრამიდან გასვლის გარეშე ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით გადაიხადოს არჩეული პალატის ღირებულებაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში, ვთქვათ, არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლიანად რეგულირებული. ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რა ეტაპზე ჩვენ გავაჩინეთ დამატებით ანაზღაურების შესაძლებლობა, დამატებითი კომფორტის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა რასაკვირველია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. პაციენტისთვის მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი განწყობა აქვს მაგ და როგორი გარემოა მის ირგვლივ. ამიტომ თუ კი მას მიეცემა იმის საშუალება, რომ მან აირჩიოს ის პირობები, რომელშიც მას ეს სიამოვნება, რომელიც მისი ფინანსური, ეკონომიური მდგომარეობა აძლევს ამის საშუალებას, ვფიქრობ ის მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.